მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფერმერებისთვის დღეს კების გაცემა დაიწყო. მიმდინარე წელს 964 სკა რეგიონის 5-ვე მუნიციპალიტეტსა და პათუმ-შემეორთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ფერმერებზე თანადაფინანსების პრინციპით გადანაწილდება. ფერმერს მათ შესაძენად ღირებულების 40%-ის, ანუ 94 ლარის გადახდა მოუწევს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, შერჩევისას პრიორიტეტი კოოპერატივებზე წარმატებულ და დამწყებ ფერმერებზე გაკეთდება. პროგრამის მიზანს რეგიონში მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა, თაფლის წარმოების ზრდა და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ადგილის დამკვიდრების წახალისება წარმოადგენს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მომდევნო წელს მუნიციპალიტეტებში ლაბორატორიებისა და ხელვაჩაურში თაფლის მწარმოებელი საწარმოს გახსნა იგეგმება. შარშან შევიძინე 10 ოჯახი, წელს ახლობით 30 ოჯახს კიდევ ახლა მიმაქვს. და ასე რომ ალბათ მთლიანად შევსული საბუთკრეს ამსკებით. ეს გააიოლებს როგორც დარგს და ძალიან შრომასაც კაი შედეგი ექნება. აქვს ამ დარგს განვითარების ძალიან კარგი პერსპექტივა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ უკვე ვიფიქროთ შემდგომ ღონისძიებებზე, რომელიც ითვალისწინებს მის დაფასოებას, ანუ თაფლის დაფასოებას, ფუტკართან დაკავშირებულ საკითხებს და ყველაზე მთავარი სერტიფიცირება. წელსაც ვეცადეთ, რომ ეს სამართლიანი ყოფილიყო გადანაწილება. პირველი ერთადერთი რაც ჩვენთვის საინტერესოა, ეს იყოს, რომ ის არის, რომ ამ მიმღებმა იცოდეს მეფუტკრეობა, ასე ვთქვათ, დაკავებული იყოს ამის და დატრენინგებული იყოს და მცოდნე იყოს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, წელსაც 1000-ის დარიგებით ჩვენ წამოვწევთ ამ საკითხს და სამომავლოდ გვაქვს პროგრამა ლაბორატორიის გახსნის კუთხით.